ჯასტინ გეიჯიმ ეს თქვა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია იმ შიშის იდეით, რომელსაც ილია თოფურიასთან დაპირისპირება გამოიწვევდა. ალბათ გონიათ, რომ ეს მორიგი პიარსვაა რა, მაგრამ დაფიქრდით, ეს გეიჯია, კაცი, რომელიც სიკვდილს თვალებში უყურებს ყოველ ბრძოლაში. და აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ მაინც და მაინც ილია? მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. შიში MMA-ში ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა. გახსოვთ BJ Penny, კაცი, რომელმაც ეპოქა შექმნა. ერთხელ ნიკ დიასთან ბრძოლის წინ ის რინგზე ტირილით გამოვიდა. წარმოიდგინეთ, ლეგენდარული ჩემპიონი ცრემლებს ვერ იკავებდა. ტიტო ორტიზი კი ამბობდა, რომ ყოველი ბრძოლის წინ გასასვლელში გული ერეოდა. ეს არ არის სისუსტე, ეს არის ადრენალინის პიკი. მეც ჩემი კარიერის განმავლობაში გასახდელში ხშირად მიგრძნობია ეს რაღაც, რაც ყელში გებჯინება. მაგრამ გეიჯის განცხადება სხვა რამეა. ის ამბობს, მე ყოველთვის არ მეშინია, მაგრამ ილიასთან ეს შიში განსაკუთრებული იქნებაო. ეს კი უკვე სერიოზული განაცხადია. ნუ თუ ჩვენ საკმარისი ვნახეთ, ახლა კი ჩემო ქართველო გულშემატკივრებო, მინდა ყველაზე მტკივნეულ თემას შევეხო. მე ილიას ფანი ვარ, მე მისი მჯერა, მაგრამ როგორც ანალიტიკოსმა უნდა გკითხოთ, ნამდვილად ვნახეთ ილიასგან იმდენი, რომ ის ბუად გამოვაცხადოთ? ზოგი ამბობს, რომ ის საუკეთესო მოკრივეა UFC-ში. კი ბატონო, ის ძალა, რომლითაც მან ალექს ვოლკანოვსკი დააძინა, დაუჯერებელი იყო. ის მომენტი, როცა ილიამ გვერდზე ნაბიჯი გადადგა და ის მომაკვდინებელი ჰუკი დასცხო, ეს ხელოვნება იყო. მაგრამ დავივიწყეთ პირველი რაუნდი? ის რაუნდი ხომ ვოლკანოვსკიმ მოიგო? ან ავიღოთ ჩარლს ოლივეირასთან დაკავშირებული საუბრები. როცა ილია ვინმეს აგდებს, ჩვენ ვამბობთ, რა სუფთად მოარტყა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ერთი დარტყმაა. ბრძოლა ხომ უფრო მეტია, ვიდრე ერთი იღბლიანი ან თუნდაც გათვლილი ხუკი. ილუზია თუ რეალობა? გახსოვთ კონორ მაკგრეგორი და ჟოზე ალდო? ის 13 წამი? დღეს რომ ის ბრძოლა გადავათამაშოთ, 10,000-დან ერთ შემთხვევაში თუ განმეორდება იგივე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს იყო მომენტი, რომელიც აღარ განმეორდება. მაგრამ რატომღაც ილია თოფურიას შემთხვევაში ჩვენ ამას არ ვამბობთ. ჩვენ დავიჯერეთ, რომ ის ყოველთვის ასე გააკეთებს. გინახავთ მისი ჭიდაობა? ისეთი დონის, რომ თქვათ, არა ძმაო, ილიასთან პარტერში არ ჩახვიდეთო? პირადად მე ჯერ არა. ან მისი საბმიშენები? დიახ, ის უნივერსალურია, მაგრამ არის კი ის მონსტრი, რომელზეც გეიჯი საუბრობს? საინტერესოა, რომ გეიჯის ასეთი რამ არ უთქვამს ისლამ მახაჩევის თავაზე. მას არც ხაბიბთან ბრძოლის წინ უხსენია ასეთი მისტიკური შიში. ხაბიბზე ის ყოველთვის ღიად და რეალისტურად საუბრობდა, მაგრამ ილია მისთვის სხვა განზომილებაა. მე ვკითხე UFC-ს სხვა მებრძოლებს, ნამდვილ ავტორიტეტებს. არის ილია ისეთი მაგარი, როგორც ამბობენ? ბევრმა დამიქნია თავი კიო, მაგრამ როცა ვკითხულობ, რატომ? პასუხი ხშირად ბუნდვანია. იქნებ ილია თოფურია უბრალოდ კარგად შეფათული პროექტია და ჩვენ ყველანი მისი მარკეტინგის მსხვერპლები ვართ? თუ ის მართლა მაიკ ტაისონია, რომელიც ბრძოლამდე ამარცხებს მეტოქეს? დაფიქრდით, გინახავთ ილია ნამდვილ განსაცდელში? თვალებს არ დაუჯერებთ. ჩვენ მივედით ფინალამდე, სადაც ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი იმალება. რა მოხდება, როცა ილია თოფურია ისეთ ადამიანს შეეჯახება, ვისაც მისი სახელისაც კი არ ეშინია? რატომ შეიძლება აღმოცნდეს გეიჯის ეს აღიარება ილიასთვის ყველაზე დიდი მახე? უყურეთ ბოლომდე, რადგან ასეთ სიმართლეს ტელევიზიით არავინ გეტყვით. ეს არის სპორტის კულისები, სადაც ჩემპიონები იბადებიან და იქვე კვდებიან. მოდით ყველაფერს ფარდა ავხადოთ და დავილაპარაკოთ ისე, როგორც კაცებს შეეფერებათ. ჩვენ აქამდე განვიხილეთ შიში, განვიხილეთ გეიჯის ფსიქოლოგია და ჯონ ჯონსის სიმტკიცე. მაგრამ ახლა მინდა ილია თოფურიას ხელშეუხებლობის მითს შევეხო. იცით რა არის ყველაზე საშიში მებრძოლისთვის? როცა მას საკუთარი ლეგენდის ჯერა. ჯასტინ გეიჯი ამბობს, რომ მას უყვარს ილიასი რომ ეშინია. ეს ჟღერს როგორც კომპლიმენტი, მაგრამ მებრძოლთა სამხაროში ეს ნიშნავს: შენ ისეთი მონსტრი ხარ, რომ მე შენთან ჩვეულებრივი ბრძოლა კი არა, გადარჩენისთვის ომი მჭირდება. მაგრამ დაფიქრდით, როცა მთელი სამყარო გიყურებს როგორც დაუმარცხებელ ღმერთს, ერთი პატარა შეცდომა და შენი იმპერია კარტის სახლივით ინგრევა. ყველა ამბობს, რომ ილია სულყოფილია, საუკეთესო კრივი UFC-ში. ეს ფრაზა უკვე კლიშე გახდა. კი, მისი ხელები სწრაფია, მისი ტექნიკა სუფთაა, მაგრამ მოდით ჩაუღრმავდეთ. ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში, სანამ ის საბედისწერო დარტყმა მოხდებოდა,
ილია რამდენჯერმე მოხვდა ვოლკის ჯებებში. ვოლკი აკონტროლებდა დისტანციას. ილია კი ნადირობდა. ის ეძებდა ერთ მომენტს და მან ეს მომენტი იპოვა. მაგრამ რა მოხდება, როცა ის შეხვდება ვინმეს, ვინც არ მისცემს ამ ერთ მომენტს? ვინც აიძულებს მას 5 რაუნდის განმავლობაში ტალახში იგორაოს? ბევრი საუბრობს მის ჭიდაობაზე. ის ხომ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეა. მართალია, მაგრამ როდის ვნახეთ ბოლოს მისი ჭიდაობა უმაღლეს დონეზე? როცა ის მაქს ჰოლოვეის თუ ეს ბრძოლა შედგა ან შედგებოდა, ან ისლამ მახაჩევის დონის გრეპლერს შეხვდება, იმუშავებს კი მისი კრივი ისე თავისუფლად? ადვერსიტი, მებრძოლის ნამდვილი სახე. ჩვენს წინა ნაწილებში ვახსენეთ ჯონ ჯონსი. რატომ არის ის საუკეთესო? იმიტომ კი არა, რომ არასოდეს წაუგია ფორმალურად, არამედ იმიტომ, რომ როცა მისი გეგმა ჩაიფუშა, მან გულით მოიგო. ილია თოფურიას ჯერ არ დასჭირვებია გულით მოგება. მას ყველაფერი ტექნიკითა და ძალით გამოსდის. ეს კარგია? რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გვიტოვებს კითხვას. რა დევს ილიას შიგნით, როცა ტექნიკა აღარ ჭრის? როცა გეიჯი ამბობს, რომ ეშინია, ის ფაქტობრივად აღიარებს, რომ ილიას აქვს მაიკ ტაისონის ეფექტი. ტაისონი მებრძოლებს გასახდელშივე ამარცხებდა. ისინი რინგზე უკვე დამარცხებულები გამოდიოდნენ. ილიასაც აქვს ეს აურა. ის თავდაჯერებულია, ის ამპარვანტია, კარგი გაგებით და ის ნამდვილად სახიფათოა. მაგრამ MMA-ში ლეგენდები სწორედ მაშინ ეცებიან, როცა ვიღაც უშიშარი გამოჩნდება. ილია თოფურია და ქართული ფენომენი. ქართველი მაყურებელი განსაკუთრებულია. თქვენ ილია ისე გიყვართ, როგორც ძმა, როგორც შვილი. და ეს გასაგებია. მან ქართველა მსოფლიო რუკაზე კიდე უფრო მკაფიოდ დახატა. მაგრამ ჩემი როგორც ანალიტიკოსი მოვალეობაა ვიყო სკეპტიკოსი. მე არ მჯერა ჰაიპის, სანამ ის ცეცხლში არ გამოიცთვრება. გეიჯის სიტყვები, მე მიყვარს იდეა, რომ მისი მეშინია არის უდიდესი პატივისცემა, რაც კი მებრძოლმა შეიძლება მიიღოს. თუმცა მე მაინც ველოდები იმ დღეს, როცა ილია ნამდვილ კრიზისში ჩავარდება. მხოლოდ მაშინ გავიგებთ, არის თუ არა ის მართლაც მატადორი, თუ უბრალოდ ძალიან ტალანტიანი ახალგაზრდა, რომელსაც ჯერ ნამდვილი კედელი არ შეხვედრია. საბოლოო ჯამში ილია თოფურიამ მოახერხა ის, რაც ბევრმა ვეტერანმა 10 წლეულების განმავლობაში ვერ შეძლო. მან აიძულა ყველაზე საშიში კაცები ეღიარებინათ მისი ძალა. ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არის თუ არა ის ყველა დროის საუკეთესო? ჯერ არა. არის თუ არა ის ყველაზე საშიში კაცი დედამიწაზე? გეიჯისთვის კი, ჩემთვის? მე ჯერ კიდევ ველოდები მტკიცებულებებს. მოდით ახლა ყველაზე მთავარი ვთქვათ. იქნებ გეიჯი ამას იმიტომ ამბობს, რომ იცის, რომ ილიასთან ბრძოლა მისთვის ბოლო იქნება კარიერაში და უნდა რომ ლამაზად წავიდეს. იქნებ ილია უბრალოდ კარგ დროსა და კარგ ადგილას გამოჩნდა, როცა სხვა ჩემპიონები დაბერდნენ? დაწერეთ კომენტარებში. რას იზამს ილია, როცა მას პირველად გათიშავენ? შეძლებს წამოდგომას, თუ მისი მატადორის მითი იქვე დასრულდება? და საერთოდ, ვინ არის ქართველში ისეთი, რომელიც იტყვის, რომ ილია თოფურია ზედმეტად დაფასებულია? ნუ გეშინიათ ჰეითის, დაწერეთ სიმართლე. ველოდები თქვენს აფეთქებას კომენტარებში. თვალებს არ დაუჯერებთ. ჩვენ მივედით ფინალამდე, სადაც ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი იმალება. რა მოხდება, როცა ილია თოფურია ისეთ ადამიანს შეეჯახება, ვისაც მისი სახელისაც კი არ ეშინია? რატომ შეიძლება აღმოჩნდეს გეიჯის ეს აღიარება ილიასთვის ყველაზე დიდი მახე? უყურეთ ბოლომდე, რადგან ასეთ სიმართლეს ტელევიზიით არავინ გეტყვით. ეს არის სპორტის კულისები, სადაც ჩემპიონები იბადებიან და იქვე კვდებიან. მოდით ყველაფერს ფარდა ავხადოთ და დავილაპარაკოთ ისე, როგორც კაცებს შეეფერებათ. ჩვენ აქამდე განვიხილეთ შიში, განვიხილეთ გეიჯის ფსიქოლოგია და ჯონ ჯონსის სიმტკიცე. მაგრამ ახლა მინდა ილია თოფურიას ხელშეუხებლობის მითს შევეხო. იცით რა არის ყველაზე საშიში მებრძოლისთვის, როცა მას საკუთარი ლეგენდის ჯერა. ჯასტინ გეიჯი ამბობს, რომ მას უყვარს ილიასი რომ ეშინია. ეს ჟღერს როგორც კომპლიმენტი, მაგრამ მებრძოლთა სამყაროში ეს ნიშნავს, შენ ისეთი მონსტრი ხარ, რომ მე შენთან ჩვეულებრივი ბრძოლა კი არა, გადარჩენისთვის ომი მჭირდება. მაგრამ დაფიქრდით, როცა მთელი სამყარო გიყურებს როგორც დაუმარცხებელ ღმერთს, ერთი პატარა შეცდომა და შენი იმპერია კარტის სახლივით ინგრევა. ყველა ამბობს, რომ ილია სრულყოფილია. საუკეთესო კრივი UFC-ში
ეს ფრაზა უკვე კლიშე გახდა. კი, მისი ხელები სწრაფია, მისი ტექნიკა სუფთაა, მაგრამ მოდით ჩავუღრმავდეთ. ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში, სანამ ის საბედის ძერო დარტყმა მოხდებოდა, ილია რამდენჯერმე მოხვდა ვოლკის ჯებებში. ვოლტი აკონტროლებდა დისტანციას, ილია კი ნადირობდა. ის ეძებდა ერთ მომენტს და მან ეს მომენტი იპოვა. მაგრამ რა მოხდება, როცა ის შეხვდება ვინმეს, ვინც არ მისცემს ამ ერთ მომენტს, ვინც აიძულებს მას 5 რაუნდის განმავლობაში ტალახში იგორაოს. ბევრი საუბრობს მის ჭიდაობაზე. ის ხომ ბერძნულ რომაული სტილის მოჭიდავეაა? მართალია, მაგრამ როდის ვნახეთ ბოლოს მისი ჭიდაობა უმაღლეს დონეზე? როცა ის მაქს ჰოლოვეის, თუ ეს ბრძოლა შედგა ან შედგებოდა, ან ისლამ მახაჩევის დონის გრეპლერს შეხვდება, იმუშავებს კი მისი კრივი ისე თავისუფლად. ადვერსიტი, მებრძოლის ნამდვილი სახე. ჩვენს წინა ნაწილებში ვახსენეთ ჯონ ჯონსი. რატომ არის ის საუკეთესო? იმიტომ კი არა, რომ არასდროს წაუგია, ფორმალურად. არამედ იმიტომ, რომ როცა მისი გეგმა ჩაიფუშა, მან გულით მოიგო. ილია თოფურიას ჯერ არ დასჭირვებია გულით მოგება. მას ყველაფერი ტექნიკითა და ძალით გამოსდის. ეს კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გვიტოვებს კითხვას. რა დევს ილიას შიგნით, როცა ტექნიკა აღარ ჭრის? როცა გეიჯი ამბობს, რომ ეშინია, ის ფაქტობრივად აღიარებს, რომ ილიას აქვს მაიკ ტაისონის ეფექტი. ტაისონი მებრძოლებს გასახდელშივე ამარცხებდა. ისინი რინგზე უკვე დამარცხებულები გამოდიოდნენ. ილიასაც აქვს ეს აურა. ის თავდაჯერებულია, ის ამპარვანია, კარგი გაგებით, და ის ნამდვილად სახიფათოა. მაგრამ MMA-ში ლეგენდები სწორედ მაშინ ეცემიან, როცა ვიღაც უშიშარი გამოჩნდება. ილია თოფურია და ქართული ფენომენი. ქართველი მაყურებელი განსაკუთრებულია. თქვენ ილია ისე გიყვართ, როგორც ძმა, როგორც შვილი. და ეს გასაგებია. მან საქართველოს მსოფლიო რუკაზე კიდევ უფრო მკაფიოდ დახატა. მაგრამ ჩემი, როგორც ანალიტიკოსის მოვალეობა, ვიყო სკეპტიკური. მე არ მჯერა ჰაიპის, სანამ ის ცეცხლში არ გამოიწრთვება. გეიჯის სიტყვები, მე მიყვარს იდეა, რომ მისი მეშინია, ეს უდიდესი პატივისცემაა, რაც კი მებრძოლმა შეიძლება მიიღოს. თუმცა მე მაინც ველოდები იმ დღეს, როცა ილია ნამდვილ კრიზისში ჩავარდება. მხოლოდ მაშინ გავიგებთ, არის თუ არა ის მართლა მატადორი, თუ უბრალოდ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც ჯერ ნამდვილი კედელი არ შეხვდა. საბოლოო ჯამში ილია თოფურიამ მოახერხა ის, რაც ბევრმა ვეტერანმა 10 წლეულების განმავლობაში ვერ მოახერხა. მან აიძულა ყველაზე საშიში კაცები ეღიარებინათ მისი ძალა. ეს უკვე დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არის თუ არა ის ყველა დროის საუკეთესო? ჯერ არა. არის თუ არა ის ყველაზე საშიში კაცი დედამიწაზე? გეიჯისთვის კი, ჩემთვის, მე ჯერ კიდევ ველოდები მტკიცებულებებს. მოდით ახლა ყველაზე მთავარი ვთქვათ. იქნებ გეიჯი ამას იმიტომ ამბობს, რომ იცის, რომ ილიასთან ბრძოლა მისთვის ბოლო იქნება კარიერაში და უნდა რომ ლამაზად წავიდეს. იქნებ ილია უბრალოდ კარგ დროსა და კარგ ადგილას გამოჩნდა, როცა სხვა ჩემპიონები დაბერდნენ. დაწერეთ კომენტარებში, რას იზამს ილია, როცა მას პირველად გათიშავენ. შეძლებს წამოდგომას თუ მისი მატადორის მითი იქვე დასრულდება. და საერთოდ ვინ არის საქართველოში ისეთი, რომელიც იტყვის ილია თოფურია ძედმეტად დაფასებულია? ნუ გეშინიათ ხეიტის, დაწერეთ სიმართლე. ველოდებით თქვენს აფეთქებას კომენტარებში.